დღეიდან აჭარაში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დაცვის სამსახური იმუშავებს. ორგანიზაციის CEMEC-ისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს და მოქალაქეების უფლებების დაცვაში დაეხმარება. ენერგოომბუდსმენი აჭარაში ბექა სიორდია მოქალაქეების უფლებებს ენერგოკომპანიებში, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში დაიცავს. საქართველოს ენერგოდამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართა და ფუნქციების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. როგორც სალომე ვარდიაშვილი ამბობს, ყველა შემთხვევას ინდივიდუალურად შეისწავლიან. რეგიონალური სამსახური ბათუმში სახალხო დამცველის ოფისში განთავსდა. მემაჩნია, რომ რეგიონებიდან მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის ზუსტი ცოდნა, პრობლემების დროული დაფიქსირება ძალიან დამეხმარება მომხმარებელთა უფლებების დაცვაში და მომცემს რეალურ სურათს, რა ხდება რეგიონებში ელექტროენერგეტიკის, გაზმომარაგებისა და წყალმომარაგების საკითხებზე. აბონენტები, ვინც მომხმარებლები იქნებიან, შესაძლებელი ექნებათ მოგმართონ და თავიანთი პრეტენზია და ფიქსირონ განცხადების მეშვეობით და წარმოგვიდგინონ ის განცხადება, შემდეგ შევისწავლით ჩვენ ამ განცხადებას და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ის პრობლემა თუ რაც პრობლემა იქნება დაფიქსირებული განცხადებაში, აღმოფხვრილი იქნას მაქსიმალურად.